1 40-3. განსაზღვრეთ უმცირესი კუთხე, რომლებსაც ერთმანეთთან შეადგენს საათის ისრები 2 საათი და 40 წუთზე. მოდი ჯერ დავხატოთ 2 საათი და 40 წუთი და უნდა ვიპოვოთ აი ეს კუთხე. პირველ რიგში გავიგოთ 1 დანაყოფი ფასი. ანუ 1 დანაყოფი რამდენი გრადუსი არის. საათს აქვს 12 დანაყოფი, მთლიანი 1 წრე არის 360 გრადუსი, 360 რო გავყოთ 12-ზე არის 30 გრადუსი. 30 გრადუსია. ახლა უნდა ვიცოდეთ წუთში საათის სისარი რამდენ გრადუს გადის და წუთების სისარი რამდენ გრადუს გადის. 60 წუთში, ანუ 1 საათში საათების სისარი გადის 1 დანაყოფს, ანუ 30 გრადუსს. აქედან 1 წუთში გავა 30 მე-60-ს, ანუ 0.5 გრადუსს. ეს საათების სისარი, ხოლო წუთების სისარი 60 წუთში, ანუ 1 საათში გადის მთლიან წრეს, ანუ 360 გრადუსს და 1 წუთში გადის 360 გაყოფილი 60-ზე 6 გრადუსს. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ამოცანას. დავითვალოთ 2 საათსა და 40 წუთზე ჯერ რამდენი დანაყოფია. აქ დანაყოფი არის 1 2 3 4 5. ანუ 5 ჯერ 30 გრადუსი აუცილებლად იქნება. ეს მე-6 დანაყოფი მთლიანად არ არის. რაღაც ნაწილი აქვს საათის სისრებს გავლილი, ხოლო ნაწილი აქვს გასავლელი. ჩვენ გაინტერესებს გასავლელი. გასავლელი გვაინტერესებს. ვიპოვოთ მოდი ჯერ გავლილი რამდენი აქვს. 2 საათიდან საათის სისარმა 2 საათსა და 40 წუთამდე იმოძრავა 40 წუთი. ანუ საათის სისარი წუთში 0.5 გრადუსს გადიოდა, 40 წუთში გაივლიდა 40 ჯერ 0.5-ს. ანუ ჩვენ ეს დარჩენილი რო ვიპოვოთ 30-ს უნდა გამოვაკლოთ 40 ჯერ 0.5. ანუ 30-ს გამოვაკლოთ 20 და დავუმატოთ ეს 5 დანაყოფს, ანუ 5 ჯერ 30-ს. 150-ს რო დავუმატოთ 10, მივიღეთ 160 გრადუსი. ანუ 2 საათსა და 40 წუთზე საათის ისრებს შორის კუთხე არის 160 გრადუსი. B 4 საათსა და 48 წუთზე. აქაც დავითვალოთ ჯერ რამდენი დანაყოფი არის. 1 დანაყოფი, 2 დანაყოფი, 3 და 4 სრული დანაყოფი გვაქვს. 1 გვაქვს აქ საათის ისრის დანაყოფი არასრული და წუთების ისრის დანაყოფიც გვაქვს არასრული. ეს წუთები სისარი დავითვალოთ. წუთების სისარი დანაყოფს მოცილდა რამდენი წუთით? 48 წუთზე, აქ 9-სთან არის 45 წუთი, მოცილდა 3 წუთით. ანუ 3 წუთით გადაცდა ამ 9-იანს. 3 წუთით რახან გადაცდა, წუთების სისარი 1 წუთში გადის 6 გრადუსს, 3 წუთში გაივლიდა 3 ჯერ 6 გრადუსს. ანუ ამ 4 დანაყოფს, ანუ 4 ჯერ 30-ს დავუმატოთ 3 ჯერ 6. და კიდევ უნდა დავუმატოთ საათის ისრის დანაყოფი, რაც აკლია 5-მდე. 5-მდე რამდენი აკლია ხან? მთლიანად არის 30 გრადუსი. 30 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ ის კუთხე, რაც გაიარა 48 წუთში. 48 წუთში საათის ისარი გაივლიდა 48 გამრავლებული 0.5-ზე. იმიტომ რომ 1 წუთში გადის 0.5 გრადუსს. 48 0.5-ზე რო გავამრავლოთ არის 24. 100-ს უნდა დავუმატოთ 18 და დავუმატოთ 6. 30 - 24, ანუ 100 + 18 არის 138, 138-ს რო 6 დავუმატოთ 154 გრადუსი. ანუ 4 საათსა და 48 წუთზე
საათის ისრებს შორის კუთხე იქნებოდა 154 გრადუსი.